სასამართლოს შენობა არის სრულად დაცლილი, ევაკუაცია დაახლოებით 9 საათის წინ გამოცხადდა და ყველა დამსწრე პირმა, რომლებიც იმყოფებოდნენ სასამართლო პროცესებზე, მათ შორის სასამართლოს შენობის გარე პერიმეტრზე, ეზოში ყველამ დატოვა ტერიტორია და ხედავთ ახლა რა ვითარებაა სასამართლოს შენობის გარეთ ადამიანები ელოდებიან დაშობას. თუმცა ჯერჯერობით ადგილზე არ გამოცხადდა, არ მოსულან გამნახველები, ადამიანები, რომლებმაც უნდა შეისწავლონ სასამართლოს შიდა პერიმეტრი, ასევე სახურავი, ჯერჯერობით საგამოძიებო მოქმედებები სასამართლოს შენობაში არ დაწყებულა. რაც შეეხება შეტყობინებას, როგორც ადგილზე მყოფები ჩვენთან საუბარში განმარტავენ ადვოკატები, მათ შორის პროკურორი, რომელიც ამ დროს სასამართლო პროცესზე იმყოფებოდა, როგორც თავად ამბობენ, მანდატური სამსახურის წარმომადგენლებმა მათ უთხრეს, რომ არსებობდა შეტყობინება ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ სასამართლოს შენობის შიდა სივრცეში, შესაბამისად თხოვნა იყო, რომ ყველა იქ დამსწრე პირს, ყველა ადამიანს უნდა დაეტოვებინა შენობა. ყველა ადამიანმა, მათ შორის არიან ადვოკატები, მათ შორის პროკურორები, მანდატური სამსახური იმყოფება შენობის გარე სივრცეში, ეზოში, ახლა ელოდებიან გამოძიებლების გამოჩენას, რომ შევიდნენ ადგილზე და შეისწავლონ იქ არსებული ვითარება. როცა განახლებული იყო, გამოგვიშვეს გარეთ ეს ინფორმაცია. ამ ეტაპზე ჩვენც ვართ გაურკვევლობას ჯერ. აი, ყოველთვის ემთხვევა, როდესაც მიმდინარეობს თქვენი პროცესი, გელა უძილაური, როდესაც ის სასამართლოს სტუმართა დარბაზში ამ დროს ხადდება, განგაში ევაკუაცია, ეს არის შემთხვევითობა თუ უბრალოდ რა კავშირი? ვერაფერს ვერ გეტყვით. წინა პროცესიც ისე იყო, ეხლაც ესეა. რა თქოს ახლა უბრალოდ აი თქვენ შეგეთ იმყოფებოდით? უბრალოდ დატოვეთ ტერიტორია, კონკრეტულად რატო ესეთ ინფორმაცია ჩვენც არ მოუწოდებია. დატოვეთ საერთოდ სასამართლოს ეზო და გამოგვიშვეს გარეთ. სასამართლოში ვიმყოფებოდით, გამოაცხადეს, რომ იყო ბომბი და ყველა თანამშრომლებიანად, მე რამდენი შემთხვევა არის, ხა ყოველთვის შემთხვევა ამ პროცესს, რომელიც ეხება ამ უძილაურის სისხლის სამართლის საქმეს. და ფაქტიურად ტყუილი განგაშებია, მე როგორც ვიცი, და ხელი გვეშლება ძალიან საადვოკატო საქმიანობაში, თავად სასამართლოსაც ხელი ეშლება, თუმცა პანიკა არის სასამართლოში, თავად მოქალაქეები განსაკუთრებით ძალიან შეშფოთდა და სულ ყველა და რა თქმა უნდა დავტოვეთ შენობა. ბოლო დღეების განმავლობაში ეს არის უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც საქალაქო სასამართლოში ცხადდება ევაკუაცია და ეს ყველაფერი არის შემთხვევითობა თუ უბრალოდ დამთხოვა, არ ვიცით, თუმცა დროში ემთხვევა პროცესს, რომელიც მიმდინარეობს ამ დროს, როდესაც ცხადდება ევაკუაცია და საუბარია აქ ლევან ჯანგოლაძის, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობის საქმეზე და როდესაც სასამართლოს სტუმართა დარბაზში იმყოფება მკვლელობაში ბრალდებული პირი, გელა უძილაური, როგორც იქ მყოფები სასამართლო სხდომაზე მყოფები აცხადებენ, გელა უძილაურის გაყვანა მოხდა სხდომათა დარბაზიდან, მას შემდეგ რაც გამოცხადდა ევაკუაცია, რაც შეეხება უშუალოდ საქმეზე დღეს მიმდინარეობს დასკვნითი სხდომა და იკითხებიან ბრალდების მხარის მიერ მოყვანილი მოწმეები, ამის შემდეგ უკვე საბოლოო სიტყვა უნდა თქვას თავად პროკურორმა, საქმის მთავარმა გამოძიებელმა. ამ დრომდე საქალაქო სასამართლოში უკვე გამოიკითხა 2 მოწმე და მათ შორის იყო ამ საქმესთან შემხეულობაში ერთი პირის ბრალდებული სტატუსის მქონე პირის გიორგი ჯოხაძის მეუღლე. მას ადვოკატ პროკურორმა დაუსვა შეკითხვები, რა კავშირი ჰქონდა მის მეუღლეს გიორგი ჯოხაძეს, რომელიც ახლა არის მიმალვაში, მას 2 მუხლით ედავება საგამოძიებო უწყება, მას ამ მძიმე დანაშაულის ორგანიზებას და იარაღის გადაცემას ედავება საგამოძიებო უწყება. რა შემხებელობა ჰქონდა გელა უძილაურთანაზეც მისმა მეუღლემ უპასუხა, რომ ის იყო მათი დაცვის უფროსი, მათთან დაცვაში მუშაობდა, საუბარია გელა უძილაურზე, შესაბამისად მას იცნობდა როგორც გიორგი ჯოხაძის თანხმლებ პირს, რომელიც მას ხშირად იცავდა და 2021 წლიდან მუშაობდა გიორგი ჯოხაძესთან ერთად. მთავარი კითხვა გიორგი ჯოხაძის მეუღლესთან პროკურორს ჰქონდა, სად იმყოფება ახლა ამ დროისთვის მიმალვაში მყოფი ჯოხაძე, რაზეც მისმა მეუღლემ უპასუხა, რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით მას ინფორმაცია არ აქვს. გელა უძილაურმა ჩვენ ოჯახში მუშაობა 2021 წელს დაიწყო. იყო მცველი. მე მასთან შეხება არ მქონია. მის გარდა გიორგის ჰყავდა სხვებიც, ჩოფიკა და ლევანი დაცვები, ასე ვიცნობდი. თაუერში შეიძლება ვარ ნამყოფი, მაგრამ დარჩენით არასოდეს. წითელ სოფელში გიორგის მეგობრის, გიორგი გოლაშვილის სახლში ვცხოვრობდით. ახლა დავბრუნდით. მე ჩემი მამამთილი და ბავშვები. ხელფას რამდენს უხდი და გიორგი უძილაურს არ ვიცი. ანგარიშს არ ფლობდა გიორგი. იანვრის ბოლოს ჩემი ანგარიშიდან ფიქსირდება დარიცხვა გელასთან, მაგრამ რას უკავშირდება
უკავშირდება, არ ვიცი. გიორგის თხოვნით გადავრიცხე. გელა უძილაური იყო წლების განმავლობაში ყველასთვის ცნობილია გიორგი ჯოხაძის დაცვა. ამავე დროს აკავშირებდა მჭიდრო ნაცნობობა. ლოგიკურია, რომ არა მარტო გელა უძილაურთან, ელენე ზაძუას შესაძლებელია გიორგის გარშემომყოფებთან, გიორგის მითითებით, ბევრ ადამიანთან, მის მეგობრებთან თუნდაც თანხები კონდეს გადარიცხული. მას შემდეგ რაც განახდება სასამართლო პროცესი და განახდება სხდომა, უფრო მეც შევიტყობთ ვინ იქნება შემდეგი მოწმე, რომელიც პროკურატურის მიერ დაბარებულ მოწმედ მოვა დღეს სასამართლო პროცესზე. საგამოძიებო უწყების წარმომადგენელი დღესვე დღევანდელ სხდომაზე იწვევდა მოწმის სახით გამოკითხვაზე ბრალდებულებს, მათ შორის გიორგი მიქაძეს, მამუკა ბაღდავაძეს და კაჭკაჭიშვილს, თუმცა როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სამივე ბრალდებული უარს აცხადებს ჩვენების მიცემაზე. თუმცა ეს არ არის ოფიციალური ინფორმაცია. დღესვე საგამოძიებო უწყების წარმომადგენელმა პროკურორმა სხდომაზე უნდა გამოკითხოს საქმის მთავარი გამომძიებელი და როგორც პროკურორმა დაანონსა, გამომძიებელი მისცემს სრულ ჩვენებას სასამართლოს, მათ შორის მის მიერ შესწავლილ საქმის მასალებთან დაკავშირებით. აქ საუბარია სატელეფონო ჩანაწერებზე და ანზებიდან ამოღებულ მასალაზე.